მოგესალმებით ფერმერებო, მე გიორგი ვარ. დღეს კომპანია ფარმარიაში განვიხილავთ ჩინეთში ყველაზე დიდი მანქანათმშენებლის იტოს ბრენდის 75 ცხენისწალიან საბაღე სამინდვრე მოდელს. სანამ ტრაქტორის დეტალურ ინფორმაციაზე გადავალ, მანამდე მინდა შევეხოთ საზოგადოდ გავრცელებულ სტერეოტიპს, რომ ჩინური ტექნიკა არ მუშაობს. თუმცა დღეს საქართველოში დამუშავებული მიწის 60% სწორედ ჩინური ტექნიკა ამუშავებს, რომლის არსებობა ჩვენს ქვეყანაში აგერ უკვე 10 წელს გადაცდა. ამ დროის განმავლობაში საკმაოდ მაღალ ხარისხიანად უძღვება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მოგეხსენებათ, ფერმერის გულისმოგება მარტივი საქმე არ არის, ვინაიდან ტრაქტორი უნდა იყოს მარტივი, ადგილზე იშოვებოდეს მისი ნაწილები, ზეთები, ფილტრები და ხდებოდეს სრული სერვისი. დღეს კომპანია ფარმარია არის სწორედ იმიტომ ნომერ პირველი კომპანია, რომ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი ექსკლუზიური ბრენდი იქნება ტრაქტორი თუ არა, სხვა მოუწოდებლების მიერ შემოტანილ ტექნიკაზე, მათ შორის ნიუ ჰოლანდზე, კლასზე, ჯონ დირზე, ბელარუსზე, ზეტორზე, ლოვოლზე სრულად ადგილზევე სთავაზობს მარაგ ნაწილებს, ზეთებს, ფილტრებს და თავიდან ბოლომდე სრულ ტექნიკურ მომსახურეობას. იტო 75 ცხენისწალიან ტრაქტორს წინა მოდელებთან შედარებით გაცილებით ლამაზი დიზაინი აქვს, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს. რაც შეეხება მის ტექნიკურ მონაცემებს, ტრაქტორი აღჭურვილია 4 ცილინდრიანი დიზელის შიდაწვის ძრავით, მექანიკური საწვავის ტუმბოთი და მექანიკური ფარსონკებით, ვინაიდან ამაზე ყურადღება გავამახვილე, ბევრი ფერმერი მეკითხება, ტრაქტორი მექანიკური ფარსონკებით არის თუ ელექტრო. რადგან გარკვეულ ნაწილში ფერმერების არ მყვართ და არ მოსწონთ ელექტრო ფარსონკები, ჩვენს ქვეყანაში საწვავის ხარისხიდან გამომდინარე ხშირად ექმნებათ პრობლემები. გადაცემათა კოლოფი არის 16 სიჩქარიანი, 4 უკანსვლელი, 12 წინსვლელი. ტრაქტორის ქარხნული წონა არის 4 ტონა 200 კილოგრამი, საბურავების განი 2.17-ია, თუმცა ფერმერის მოთხოვნიდან გამომდინარე შეგვიძლია დავაყენოთ 2.30-ზე ან 2.10-ზე, ვინაიდან ტექნიკას თავისუფლად შეეძლოს სასიმინდე კვლებში გადაადგილება, როგორც სასუქის, ასევე ჰერბიციდის შეტანა.